საკონსტიტუციო კომისია სახელმწიფოს მოწყობის სხვადასხვა მოდელზე მსჯელობს, რამდენიმე ვარიანტს შორის ყველაზე აქტიურად ეგრეთ წოდებული შერეულ და ამერიკულ მოდელს განიხილავენ. დღევანდელ წვრთნაზე ცნობილი გახდა კომისიის თავმჯდომარის ახალი ინიციატივებით ავთანდილ დემეტრაშვილი კონსტიტუციაში მონარქიული ელემენტების შეტანას ითხოვს. ქეთი კაშაკაშვილი გეამბობთ. კონსტიტუციის რამდენიმე პროექტი უკვე მზად არის. საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა დღეს სახელმწიფოს მოწყობის სხვადასხვა მოდელზე იმსჯელეს. კომისიის წევრების უმრავლესობა მხარს ეგრეთ წოდებულ შუალედურ ანუ საპარლამენტო მოდელს უჭერს. ამ მოდელის თანახმად პრეზიდენტი და მთავრობა დისტანცირებულია და პრეზიდენტი არბიტრის როლს ასრულებს. ძირითადად შეეხება სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსის გადანაწილებას. გაცილებით სერიოზულად არის წარმოდგენილი ამ პროექტებში საქართველოს პარლამენტის როლი. საკუთარი ინიციატივები კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარემაც გააცნო. ავთანდილ დემეტრაშვილი კონსტიტუციაში მონარქიული ელემენტების შეტანას ითხოვს. დემეტრაშვილის პროექტის 59 მუხლის თანახმად სენატში საქართველოს პრეზიდენტმა 3 სენატორი უნდა დანიშნოს, რომელთაგანაც ერთი ბაგრატიონთა საქართველოს სამეფო დინასტიიდან იქნება. პროექტი, რომელზეც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე მიმუშავა, ასევე გვთავაზობს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასობრივი სპორტის განვითარებაზე. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ერის ჯანმრთელობაზე და ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა არის სწორედ დავალდებულება სახელმწიფოსი, რომ იზრუნოს ფიზკულტურის, მასობრივი სპორტის განვითარებას. მეფეებმა მოიყვანეს საქართველო დღემდე, რაღაც გარკვეული პერიოდი იყო შეზღუდული, გახსოვთ ალბათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათი გვარიდან ერთ-ერთი სენატორის დანიშვნა წაადგება ჩვენ ისტორიას. ავთანდილ დემეტრაშვილის ამ ხედვას ბევრი არც საკონსტიტუციო კომისიაში იზიარებს და არც საზოგადოებაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კვალიფიციური კადრი თავისი ოდიოზური ხედვების გამო საკონსტიტუციო კომისიის გავლენიანი თავმჯდომარე ვერ გახდა. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ ალბათ თქვა ადგილობრივ საკრებულოებში აზნაურები გვეყოლება წარმოდგენილი და რაღაც კომიკურ ხასიათს მიიღებს ეს ყველაფერი. მე როგორც ქვეყნის მოქალაქეს იმედი მაქვს, რომ ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არის განწყობილი სერიოზულად და რომლებსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია. ეს ორივე ინიციატივა იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხუმრობაა, ან უბრალოდ ძალიან არაკომპეტენტური ადამიანების გადაწყვეტილებაა მიღებული. კიდევ ერთი მოდელი, რომელიც კომისიაზე ლევან რამიშვილმა წარმოადგინა, ამერიკულია და საპრეზიდენტო მმართველობასა და ქვეყნის ფედერალურ მოწყობას გულისხმობს. თუმცა ამ მოდელის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია ქრისტიან-დემოკრატებმა უკვე დააფიქსირეს. ჩვენ ვამზადებთ კონსტიტუციის მე-9 მუხლის ჩვენეულ რედაქციას, რომელიც განსაზღვრავს მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ სტატუსს სახელმწიფოში. გარდა ამისა, ვამზადებთ პრეამბულას, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ იქნება ასახული საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის რელიგიური შეხედულება. საკონსტიტუციო კომისიის წევრები კონსტიტუციის კონკრეტულ მოდელზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან. შიდა კენჭისყრების შემდეგ კონსტიტუციის უკვე შეთანხმებულ ვარიანტს ვენეციის